ბოლო გაფრთხილება ივანიშვილის მთავრობას 17 ევროპული ქვეყანა და ევროკავშირი ოცნებას საგანგებო განცხადებით მოუწოდებენ გამოიყენოს უკანასკნელი შანსი და უარი თქვას ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიცია, რომლის წევრი დიდი ბრიტანეთიცაა, რეჟიმს უანონსებს, რომ სანქციები გარდაუვალი იქნება. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დრაკონული კანონების გაუქმება. დასავლეთისათვის ეს იქნება პირველი სიგნალი, რომ ოლიგარქმა გზავნილი გააცნობიერა. კიდევ რა წერია საგანგებო განცხადებაში და როგორია პირველი გამოხმაურება თბილისში, ზურა პეტროსიანი აგრძელებს ფორმულას ეთერში დეტალებით საუბარს. ლუკა, ქვეყნის 17 ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მიერ გავრცელებული საერთო განცხადება სამ მნიშვნელოვან პუნქტად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ნაწილი შეეხება პოლიტიკური პატიმრების თემას და ოპოზიციის ლიდერების დაკავებას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არის აღქმული როგორც პოლიტიკური ველის მოსუფთავება ოპონენტებისაგან, მათი დაკავება ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ზოგადად ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მშვიდობიანი მომიტინგებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესიების საქართველოში დემოკრატიის ჩამოსვლასა და ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმისაკენ და სისტემისკენ სწრაფვას იწვევს, ვკითხულობთ აი ამ განცხადებაში. მეორე და უფრო გლობალური პუნქტი შეეხება უკვე საქართველოსა და დასავლეთის დიპლომატიური ურთიერთობებს და მათ მკვეთრ გაუარესებას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. საგანგებო განცხადებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წერენ, რომ სახეზეა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის დახმარებისა და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. გამოხატული არის ასევე წუხილიც იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების ციტატა ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. მესამე ნაწილი კი ამ განცხადებისა არის ოლიგარქისთვის ალბათ ყველაზე უფრო მძიმე და მტკივნეული, რადგან გავრცელებული წერილის ხელმომწერები დებენ პირობას, რომ გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მხილებისთვისა და ვერ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება, ანუ ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ძირს უთხრის. რა გამოხმაურებები მოყვა ამ ყველაფერს ქართული ოპოზიციური სპექტრის მხრიდან? ბუნებრივია, რომ მათი შეფასებით ეს არის, მათ შორის ეს განცხადება არის წინაპირობა იმისა, რომ გადადგმული ნაბიჯები იქნება ძალიან ხისტი და დიდი ალბათობით სანქციებს ქართული ოცნების რეჟიმის წევრების მიმართ უკვე უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ. იმ ერთობლივ წერილს, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება ერთად ავრცელებენ, რა თქმა უნდა, ბოლო გაფრთხილება შეიძლება უწოდოთ იქამდე სალამ იქნება სანქციები გამოყენებული იმის გამო, რომ რეჟიმი ავტორიტარულ მეთოდებით უპირისპირდება საკუთარ ხალხს, ის რომ სანქციები მოსაოდნელია, ერთის რომ ამას მოწევს 15 ივლისს დაგეგმილი განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ფარგლებში და მეორეს მხრივ დიდი ბრიტანეთის, რომელსაც უკვე ჰქონდა სანქციები ქართულ ოცნებაზე, თუმცა ფიქრობ, რომ დამატებით იქნება კიდევ მეტი ქართული ხალხის ხარდასაჭერად. ქართული ოცნება საერთაშორისო არენაზე უკვე დამარცხებული არის, ეს მოიხატა სწორედ იმ რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. საქართველოს განიხილება უკვე როგორც მეორე ბელორუსია და ქართული ოცნება როგორც არალეგიტიმური ძალა, რომელიც მართავს ქვეყანას, მიტაცებული აქვს სახელმწიფო. პირველად ხდება ასეთი მასშტაბური თანამშრომლობითი სანქციები, როდესაც ევროპის 17 ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთის და მოგვიანებით ამერიკის მეგობარი აქციის დაემატება, როდესაც დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ივანიშვილთან მოლაპარაკებებს უკვე აზრი არ აქვს. ამიტომ ის უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად ყველანაირი ბერკეტით, რაც ევროპას აქვს. პოლიტიკური ოპოზიციის, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების განეიტრალება, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და დაპატიმრება ემსახურება იმ მიზანს, რომ ამ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ ჰქონდეს სრულფასოვან ბრძოლას ადგილი. აი ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი ასეთი მაღალი წარმომადგენლობისა და ბუნებრივია, როდესაც საუბარი არის ცალკეული ქვეყნების და ევროკავშირის როგორც გაერთიანების პოზიციაზე, ამას ქართული ოცნებისთვის ექნება პოლიტიკური ფასი, რომელიც შეიძლება მათ შორის სანქციებში გამოიხატოს.
მაშასე მორიგი კრიტიკული გზავნილი მიღებულია, მას ხელს 17 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი და ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობაც აწერს. ნიშანდობლივი არის ის ფაქტი, რომ ეს წერილი გუშინ პირველად დიდი ბრიტანეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზოგადად დიდი ბრიტანეთი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურია, თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ შემთხვევასაც, როდესაც საქართველოს საკითხს შეეხნენ უკვე ფინანსების გადამალვის კუთხით. საუბარი არის ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე, რომელსაც ის სავარაუდოდ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მალავს. აი ამ ყველაფერზე განხილვა იყო გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში. პასუხები კი კითხვებზე საგარეო საქმეთა მინისტრისაგან მოითხოვეს და დიდი ალბათობით ამასაც მოყვება თავის მხრივ მსჯელობა. ზოგადად კი რამდენად არის გაუარესებული ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის ურთიერთობები. ამის შესახებ მსჯელობისთვის საკმარისია მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მოვლენებს გადავხედოთ. ევროკავშირის უმკაცრესი რეზოლუცია, ბრიტანეთის პასუხი, აი ეს წერილი, რომელსაც 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს, ყველაფერი ეს ცხადყოფს, რომ უკან დასახევი გზა ფაქტობრივად ოცნებას აღარ რჩება და მათი ქმედებების გამო სანქციები დიდი ალბათობით გარდაუვალია. ამის შესახებ კი დამატებით ცნობებს ჩვენ უკვე მომდევნო კვირას სამშაბათს 15 ივლისს გავიგებთ, როდესაც ევროპული საბჭო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და ერთ-ერთ საკითხად მსჯელობისას არის ჩანიშნული სწორედ ჩვენი ქვეყნის საკითხი.